ჩემი მზია უკვე 7 თვეზე მეტია ფეხზე დგას და ყველა ვიცით რომ არ ჯდება იმ საშინელი პროტესტის განცდის გამო რომელიც ამ რეჟიმმა თავს დაატეხა. ჩემ მზიას ბრალსდებენ რომ ის არის მოძალადე, მათ არ იციან ნამდვილად რას ნიშნავს ძალადობა, სადღაც მალე 40 წლის გავხდები და მე ბევრჯერ ვნახე თვითონ მზიაზე როგორ ძალადობდა ნებისმიერი ხელისუფლება, მართლა ძალადობდა ნებისმიერი ძალით და დღეს რეჟიმი ტირის რომ ვიღაცას მოყვა გაუწითდა მზიას სუბუქი ხელის შემოთათუნებაზე. არავის აინტერესებს, ყველა ატრიალებს 2 წამიანი ვიდეოს როგორ უთათუნებს სათუთ პოლიციას ხელჩემი მზია. არავის არ აინტერესებს რა მოხდა მანამდე, რომ რამოდენიმე მერაგმა პოლიციელმა ფეხქვეშ გაიგდო და ძლივს ფეხზე იდგა, ისეთ ყიოდა მთელი სხეული და კიდე მისი მეგობრის დასახმარებლად მივიდა. იმდენად მამაცი და ერთგულია ჩემი მზია. იმ პოლიციას გაარტყა სილა, ბოდიში პოლიციას არა, სათუთ კაცს პოლიციას, რომელსაც არანაირი საქციელი არ ეთყობოდა პოლიციას, ზნედაცემულ კაცს, რომელიც პოლიციას იბრალებდა. მახსრად იგდებდა ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვალია ყველა მოქალაქე დაიცვას ღირსეულად. მე მინდა ყველას მზია, მამი, შენ გისურვო გამძლეობა, ვერც ერთი რეჟიმი ვერ შეგაშინებს ამის მჯერავს მე და შენი ცოცხალი მაგალითია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. 7 თვეა. მინდა ყველას გისურვოთ გამძლეობა. მე დღეს ამგდავარ როგორც მზიას მიშვილი. მე ვარ მისი გაზრდილი შვილი ვითქოგო და მზიას ყველაზე მეტად უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები. ყველა მისი დარეკილი ზარი იწყება ამით როგორ ხარ და ცხემლი არ გამანახოთ, მაგრაც იყავით და ჩვენ ამას ვცდილობთ. მეწმულეთ ძალიან რთულია რომ ემოციურად ძლიერები ვიყოთ ჩვენ ყველა თითოეული პატიმრის ოჯახის წევრი. ვერავინ ვერ გაიგებს. მე ვდგავარ აქ როგორც ექიმი, როგორც 3 შვილის დედა და ჩემი მოვალეობა მარტო პაციენტების მკურნალობა არ არის. მე მაქვს ვალი და პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე. მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი 3 შვილის წინაშე. მე მინდა რომ ჩემს 3 შვილს ჰქონდეს ნათელი ღირსეული მომავალი. მე მინდა რომ ჩემს პაციენტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი, კარგი ჯანდაცვა. მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ღირსეულ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში. გამძლეობა ყველას გისურვებთ, რომ მოგეცეთ ძალა ჩვენს ქვეყანას, ძალა ჩვენ ყველას და ვიბრძოლოთ სანამ შეგვიძლია. მადლობა.